ოლიმპიური გულშემატკივრებით სავსე კორტინა დამპეცოს ქუჩებში დღეს განსაკუთრებული არომატი ტრიალებს. კარნავალის ბოლო დღეს ქალაქი ტრადიციული ცომში ამოვლებული შემწვარი ვაშლის დესერტით უმასპინძლდება სტუმრებს. იტალიური საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება ვიტრინებში, კორტინაში ვაშლის ფრიტერები მხოლოდ მარხვის წინა სამშაბათს მზადდება, როცა ტრადიციულად ცხიმიან საკვებს მიირთმევენ. ამ დესერტის მთავარი თავისებურება ის არის, რომ მაშინვე უნდა ჭამო, როგორც კი მზადდება. რადგან შემწვარი აუცილებელია შეინარჩუნოს ხრაშუნა ტექსტურა როგორც გარედან ცომის ფენაში, ისე შიგნით ვაშლში. სწორედ ამიტომ მზადდება ფრიტერები მცირე პორციებად. გაციებისთანავე მათი ხრაშუნა ზედაპირი რბილდება. ვაშლის რგოლებს ამოავლებენ ცომში, რომელშიც ზეითუნის ზეთი და ცოტა ლუდია. შემდეგ მას მიწის თხილის ზეთში წვავენ. შედეგად მიიღება მყიფე ხრაშუნა გარსი, რომლის შიგნით ვაშლის გემო კარგად იგრძნობა და რომელიც ორ ტექსტურას შორის იდეალურ ბალანსს ქმნის. ინგრედიენტები ასეთია: რძე, კვერცხი, ფქვილი, მარილი, ცოტა შაქარი და საფუარი. ყველაფერი მსუბუქად ირევა, შემდეგ ემატება ზეითუნის ზეთი და ცოტა ოდენი ლუდი. სწორედ ამიტომ საკონდიტროები ფრიტერებს დიდი რაოდენობით არ მზადებენ, ისინი იწვება მაშინ, როცა მარაგი იწურება. დესერტი სტუმრებს ყოველთვის ახალი და ცხელი უნდა შესთავაზონ. კორტინა დამპეცოში ვაშლის ფრიტერები კარნავალის ბოლო დღის ტრადიციად რჩება. მომზადებულ დესერტს იმავე დღეს მიირთმევენ, რაც ადგილობრივი კულინარიული წესებისა და სეზონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.